ნუ კაი ერთი წელი მაგრამ მთელი ცხოვრება მშიერ და ბედნიერი ვერ იქნება. ხო, მესმის ეგ ყველაფერი, მაგრამ ნუ ვიზამთ ამას. ხო და ეს სანამ თქვენ იზამთ, მანამდე მე ვიზამ. მე ველაპარაკო ბიჭი მეგობარს, გორთამაშვილი კახაიც შენ. ვიცი. ხო, მინისტრის მოადგილე იყო ადრე და ჯანდაცვაში ყველას იცნობს. და მე მგონი არ იქნება ცუდი მენეჯმენტში თუ გავდახო. იქნება წყნარად, შვიდად, მეტი დრო გიქნება ოჯახისთვის. ფულიც არის, პერსპექტივაც. ეს სისხლი კონესავე, ეს სიკვდილი აღარ მოგვეს რაღაც. ავთი ექიმი მინდა ვიყო, მენეჯერობა რომ მინდოდა ჩავაბალებდი მენეჯმენტზე თავიდანვე. მე ესე მგონია. ო, არა კი, მაგაში არის რაღაც ლოგიკა, მაგრამ რაციონალიზმს რა გითხრა? ჩემი შვილი რომ შეგიყვარდა და ცუდად რომ მოიყვანე. ხო. მომისმენე. ჩემი შვილი არ არის რა, ეს ვიღაცა უბრალო გოგო გესმის. ვიცი. განსაკუთრებული ბავშვობა ჰქონდა. და მე ძალიან მინდა რომ აი მთელი ცხოვრება აი ესე განსაკუთრებული ჰქონდეს. გამიგეში. მე ამისთვის პირადად ყველაფერს ვაკეთე. მაგრამ ძალიან მინდა რომ მისმა ქმარმაც აი რაღაცა გააკეთოს ამისთვის. ქალს სერიოზული პატრონობა ჭირდება. ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს მატერიალური პრობლემა. ხო, ამ ეტაპზე არა გვაქვს კი. შეთიკო, მე ყბედი კაცი არ ვარ და ბევრი ლაპარაკი არ მეყვარს. რახან მე შენთან მოვედი და ამდენს გელაპარაკებ, ესე იგი რაღაცა ვიცი და რაღაცაზე მიფიქრია, ხო? დიდი მადლობა. რო ჩემზე ზრუნავ. პროსტად თქვენ შვილზე, მაგრამ მე მინდა გავხდე ექიმი და გავხდები. და ვიქნები ექიმი სავარაუდოდ მთელი ცხოვრება. ესე მაქვს გადაწყვეტილი. მადლობა. კარგი. დაფიქრდი მაინც. ადამიანებს ყოველდღე არ თავაზობენ კარგ სამსახურებს, არა? ნუცაც არ დაელოდებით? აღმოსნახო. მოხვედი? ხო. მაშინ არ შეგხედრია? არა, მეორე მხრიდან შემოვედი. სიდოილონს ზღებოდა ეზოში და შემაშინ. რაო მამა ჩემმა? მამაშინმა უპერსპექტიულესი სამსახური შემოთავაზა. მართლა? ხო, ოღონდ მეუთხარი რომ ექიმი მინდა გავხდე თქო და ეს მენეჯერობა და დირექტორობა და გავლენა და არ მინდა თქო. შენ ხო არ გადაგიყვარდები რაღაცებს რა ვერ გიყიდე ხოლმე? და ფილი ხარ. ჩემზე ხან წერენ რომ საშინელი კაცი ვარ. ხან წერენ რომ ჩემთან მოხვედრა მათი ოცნება. მოკლედ, კარგი სტატია ჩემზე ჯერ არ დაწერილა და მე მინდოდა მეთქვა. მოკლედ, იჯდებით ჩუმად სიბნელეში შეკითხვები არ უნდა დამისვა, როცა მე მუშაობ. არ მიყვარს, კარგი? კარგი. ცეკვა ეს არის საერთოდ სულ სხვა რამეა, ჟურნალისტები ამას ვერ ხვდებიან. შევეცდები რომ მივხვდო ყველაფერს. ცეკვა იცი? არც ისე ცუდად რომ ძალიან ბევრის დალევა და მჭირდეს, მაგრამ არც ისე კარგად რომ თქვენს დასში მოვხვდე.
Bonjour. დაბრძანდით. მადლობთ. თან ჩავწერ ხო? ნახე როგორი შეშინებული სახეები აქვთ. მე ერთი სპექტაკლი მაქვს. შეიძლება ნანახი გაქვს. შეშინებული ქალის ცეკვა. კი ნანახი მაქვს YouTube-ზე. YouTube-ზე არა, ლაივში უნდა ნახო. გამოგიგზავნი ერთ მოსაცვებს. მადლობა. სულხი ერთი ნაბიჯი წინ. რა ჭამე? რა დალიე დაბადების დღეზე იყავი? წადი. როცა შენ კასტინგის წინ ჭამ. თან ამდენს. ესე იგი სულ ფეხებზე კიდია მე მოგცემ თუ არა ამ როლს. ყველაფერი ფეხებზე კიდია. როგორც დაბრუნდაშვილს კიდია ყველაფერი ფეხებზე და ორსულად არის. აირჩიეთ, ან ძროხებივით შვილები აჩინეთ, ან იცეკვეთ. 1000 ჯერ გითხარით. წადი. წითელ კუდას როლზე მინდოდა ეგოგო. თავარი როლი მივეცი, მაგრამ არ უნდა. არ უნდა და ნუ უნდა. იდგეს ახლა პამპერსის რიგში. კარგი, დავიწყოთ. მუსიკა. ძალიან საინტერესო სპექტაკლია. წითელ კუდა დიდებისთვის. თან როგორც ხვდები, ახლა წითელ კუდას როლზეა კასტინგი, ხო? დიახ. სხვადასხვა მგელსაც ქალი თამაშობს ჩვენთან. და ეს სტატია როდის იწერება? ეს საიდუმლოა და ჯერ არ მინდა რომ ვინმე გაიგოს. არა, ჯერ თქვენი პრემიერაა და პრემიერის ამბებსაც მივამატებთ მე პორტრეტს. ხო, ძალიან კარგი, ესე იგი, შეგვიძლია თამამად ყველაფერზე ვისაუბროთ. დიახ. მოკლედ. მე ახლა მაქვს კასტინგი. აი შეხედეთ. ყველა კარგია, კარგად ცეკვავს. მაგრამ მე სხვა რაღაც მინდა დავინახო, რაც წითელ კუდაშია, რაც მგელშია. წითელ კუდა ძალიან ცნობის მოყვარე უნდა იყოს. ძალიან. მან ტყე გაიარა, ხომ იცით რას ნიშნავს ტყის გავლა? ეს უდიდესი ექსპედიცია. კუდა, მე მაინტერესებს არა ის, როგორც მოძრაობს ადამიანი, არამედ რა მოძრავებს მას. ეს ძალიან კარგი ფრაზაა, ჰედლაინად გავიდა. არა, ეს პინა ბაუშის ფრაზაა. არ გაიდა. კარგი. აი შეხედეთ. აი შეხედეთ. შეხედეთ. აი შეხედეთ. ხო კარგად ცეკვავენ. კი, ძალიან. მაგრამ რომელი აქედან წითელ კუდა? დღეს აქედან ერთ-ერთი წითელ კუდა უნდა გახდეს. აბა რომელი? არ ვიცი, ალბათ ეს წითლიანი? არა. კარგია, ლამაზია, კარგად ცეკვავს, მაგრამ სტერეოტიპულად აზროვნებ. რატომ? მას საკუთარი თავი აინტერესებს, საკუთარი თავი მოსწონს. ტყე, გარემო, ბუნება, მგელი არც კი აინტერესებს. დააკვირდი. კარგით. კმარა. ტოგონიძე, შალამბერიძე, ცისკარიშვილი ხოფაძე რჩებიან. დანარჩენები ნახუი. სწრაფად. ჩვიდმეტი წამის შესვენება და ვიწყებთ.
იცი ამათ ასე რატომ ველაპარაკები? რატო? იმიტომ რომ გარეთ კაცები პატივს ცემენ. ძალიან ლამაზები არიან. ყვავილებრივი დანარნარები. მეც რომ ვეფერო, ემოციებს დაკარგავენ. ტირილის უნარს დაკარგავენ. რობოტები გახდებიან. გესმის? იცი ახლა საგრიმეოროში რა ხდება? რა ხდება? მერეს კარგია? კი, რა თქმა უნდა. არა, ეს თუ არ გესმის, მაშინ ჩემთან ინტერვიუ არ უნდა გააკეთო. არა, უბრალოდ ხომ შეიძლება ეს ყველაფერი? ცეკვას ყველაზე მეტი ტკივილი ჭირდება. ვიდრე დაკვრას ან პანაშვიზე ჯდომას. მუსიკა! არ გიგონოს რომ ქალები არ მომწონს. ან არ მინდა რომ ბავშვები გააჩინონ, ან რაღაც ესეთი. იცოდე, მარაზმატიკული კლიშეები არა ბარტყუნო სტატიაში. არა, რას? 1 2 1 2 შეიგრძენით ტყე, გარემო, ბუნება, შეიგრძენით 1 2 სად გეჩქარება ტოგონიძე მგელთან 1 2 1 მე როგორ შეგაწუხე? არა, რა შეწუხება? შენ ხარ ჩემი საყვარელი სიძე. თქვენი შვილის საყვარელი ქმარი ვერ ვარ. შერიგდებით. ამაში დარწმუნებული ვარ, რომ შერიგდებით. ეს ოფიციალურად დავშორდით უკვე და. ბაროგო. ეს ყველაფერი ზემოთ წყდება, სრულიად არაოფიციალურად. ეხლა სადილ უნდა მომამზადო უცებ ვიზა. შენ ხო გახსოვს რა სწრაფად ვიცი ყველაფრის გაკეთება? არა. უკვე წავიდე. არა, გეხვეწები არ წახვიდე. შენ არ მოიწინო და უცებ ვიზამ ყველაფერს. თან ჩანთაში ერთი ბოთლი კაი ღვინო მაქვს. ამასობაში თამუნაც მოვა. სად არის თვითონ? პროფაილს აკეთებს. შოთა როა კვარაცხელია. ხო იცი? არა. ქორეოგრაფი. შენ მაღაზი ამბობენ გეიაო. მართალია ნეტა? საერთოდ არ ვიცი ეგ ტიპი. ხო. მე სამზარეულოში შევალ ერთი ნახავ თუ აქვს რამე. მაცივარი თითქმის цаრიელია. მაგრამ 90-იანებში კარგად ვისწავლე არაფრისგან საჭმლის კეთება. საბლები ხო არ შევიტანა ოთახში. და რო არ ვიცი სად დააწყობს. მეგონი მაგისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ისე მართალი ხარ. ეწყოს იქ შემოსასვლელში და მე წიგნებსაც თვითონ დაალაგებს. თუ შეიძლება გაიწიეთ თუ შეიძლება. გაიწიეთ. ვინ ნახა? ვაიმე, მე ვნახე, ხმაური იყო საშინელი და რო გამოვედი, აი ასეთ მდგომარეობაში დამხვდა. გონებაზე იყო რა? არა, აი ასე იყო გონებაზე.
საპირველი რაც მინდა გთხოვთ რომ ცოტა რომ გაიწიოთ, ხო? კი, გონებაზე არის დამშვიდით. თუ შეიძლება სიწყნარე და გთხოვთ. შეიძლება. სეკისერი მინდა დავუფიქსიროთ ამ ეხმარე უბრალოდ. კი, რაღაც საშინელი. ჩუმად ერთი წამით. შეგიძლია თვალი გააყოლოთ ამას? კი ბატონო. თქვენი სახელი მითხარით თუ შეიძლება? გიორგი? ბატონო გიორგი, გახსოვთ რა მოხდა? არა, მანქანა არ ახსენს. მე ვკითხე ვინ ახალ გქონდა, არ მიპასუხა. რამდენი ხანია დაახლოებით? მედიცინით არის. ჩვენთან ნაკირავებში ცხოვრობს. კარგი, გასაგებია. და რამდენი ხანია დაახლოებით? 10 წუთი? დიახ. ან შეიძლება ცოტა მეტი ან ნაკლები. მაგრამ რეტროგრადული ამნეზია აქვს. ტომოგრაფია დაჭირდება აუცილებლად. კი უნდა გადავიყვანოთ ახლა. ბრიგადა 523 როგორ გესმით ჩემი? ხო, გისმენთ. გამოგერი თუ შემთხვევის ადგილიდან. არა, არ მოსულა. ბევრია გამოძახება. კი, გადმოხდებს, კი. უკაცრავად რა მოხდა? და გადარჩება? კი. არაფერი გამიშოს რა არის? გამიშო ბიჭო. არა. მითხარი ბიჭო, დროზე ვისაუბრებ. აუ გამიშვი რა ძალიან გთხოვ. ხარი თუ რეკნი გათხრა ეხა პატრონი. ეხა რატომ ქენი ბიჭო? ჩემ დასთან დადის ეგ ნაბიჭო არის. ჩემმა და მის გამო თავი მოიწამლა. გამიშვი. რამდენი წელიწადში? 20-ის. ძალიან ცუდი კაცია. მოკლა მინდოდა რა გამიშვი. სათხარ რატო საკაცე გვიდა დროზე რა? სის. აუ მოდი. ეს არის რაღაც საშინელი კაცი. ყოველ საღამოს მოყავს გოგოები, არის წივილი, კივილი, ნუ რაღაცა ერთი უბედურება. რომ წოდება საერთოდ არ გამოვიდო. როგორი დამტყეულია ეს საცოდარი ეს. ოტყნია პატრონი გორგი. ეს არაკაცსაგები. ჩვენც უნდა წამოვიდეთ, პაციენტი უნდა დავკითხოთ. ამ ეტაპზე შეუძლებელია საავტომობილში ექიმი გეტყვით თუ რა შეძლებთ. ლადო, წავედით რა. ცოტა გაცილებული და არც ვიცი. არა. 523 ვარ გადავყავს უკვე. გასაგებია 523. გოგოს ძმამხია. ო. დაიჭი. ახალგაზრდა ბიჭი დამოდიალობდა ასე გიჩნევიაში. ჩავალდა ხელი და მერე ჩემს და სამწარებს. ჩემ და სამწარებსო? დავიდო კლავდიო. შენი და წარმოიდგინე. და შენ რაკენი შენი თავი წარმოიდგინე თუ რა გავიგე? მე არ დავდივარ 20 წლის გოგონი. 30 წლის რო ყოფილიყო რას უზამდივარ მოკლავდიო, რა თქმა უნდა. რა ვიცი. ბიჭო, მისმინე 30 წლის ქალებსაც ექცევიან ცუდად და 40 წლის ქალებსაც. თავში ჩარტმა არ არის გამოსავალი და შენ არ გაგონებს არაფერს ეგ ამბავი ხა? რას? არაფერს? ექიმის გარეშე რო იღებენ გადაწყვეტილებებს, სწავლებს რო სვამენ, რო ურთულდებათ. ეგრეა ეგეც. რა ვიცი, კიშები არიან მაგათი დედაცვატირი ერთი რა. არ მევასება ეგეთი როშები. ხო, უთხრათ მაშინ თავში ვინც არ გვევასება და გაიქნება ძა. გამოხდება მე. გამოძახებები გვექნება ბევრი. მეც მინდება ხოლმე ხანდახან ჩავაზიო რა. ბიჭო, რა გჭირს? აი მეზობელი ვიხობა. ხო, გასაგებია. 20 წლის გოგოსთან ამხელა კაცი. ნიჭიერი. ეს აღნაგობა ისეთი მამაზი. მე რა გაიზარდა.
სწავლების კეთება დაიწყო. სულ წავიდა ხელიდან. რას დაიწყავს ამ დაგენა? არადა რა ლამაზი ბიჭი იყო. რა არის ეს? ოი, ჩემი გოგოც მოვიდა. რა ხდება? რა ხდება? რა უნდა ხდებოდეს? გოგამ შენი რაღაცები მომატანინა. მივალაგეთ, მოვალაგეთ და ახლა ვახშმობთ. რა უნდა ხდებოდეს? და მე ხო გითხარი მარტო ვერ შეძლებ და მე თვითონ წამოვერებ თქო. ნერვიულობ. ევაში ფულს არ გამოგარსვე და თან უკვე მივდივარ. მადლობა ვანგარო დახმარებისთვის. მუდამ მზად ვარ. იყავი გოგო. არა, მართლა მეჩქარება. თან თამნამას უნდა დაისვენოს. კარგად იყავით. კარგად. რას აკეთებ? რას ვაკეთებ? უბრალოდ მომეხმარა ადამიანი. ძალიან კარგი ბიჭია. ისე მომეხმარა. სულ ტყუილად ცდილობ დედა, სულ ტყუილად. შენ არ იცი რას ნიშნავს. მთელი ცხოვრება წასული კაცი. ძალიან კარგად ვიცი და საერთოდ არ ვთვლი რომ მამა ჩემის გამო შენ უბედური ხარ. ესე იგი, მამა შენს ამართლებ. არ ვამართლებ მამა ჩემს. უბრალოდ არ ვთვლი მეთქი რომ მამა ჩემის წასulis გამო შენ უბედური ხარ. აბა რა ვარ? უბედური ხარ? ხო, უბედური ვარ. მთელი ცხოვრება მიტოვებული ქალი რომელიც ქმარს აღარ უნდა. და რას მისტერი მე კაც რომელსაც 7 ცოლი ყავდა თუ მეტი? გეპოვა ვინმე? და მე ველო ასე ვიღაც ხაცებდა? გეპლო მერე. ის უნდა გეკნა რაც მოგინდებოდა და ნუ ცდილობ რომ მე გოგას შემარიგო რა. თამნა, დედა, მე რომ აღარ იქნები. შენ რომ რამე დაგჭირდეს, რამე რომ მოხდეს. გოგა ძალიან კარგი ბიჭია. მეც მთელი ცხოვრება მშვიდად ვიქნები. შენ რომ მასთან იყო. შენც მარტო არ იგზნობ თავს. და იმის გამო რომ შენ მშვიდად იყო, მე უნდა ვიცხოვრო კაცთან ერთად, რომელიც არ მიყვარს. აი რატომ არ გიყვარს არ მისმის. არ მიყვარს და მორჩა. რა გაყვირებს? არაფერი, უბრალოდ ნერვებს მიშლი ხოლმე. რას მეუბნები? რომ ჩემთვის მინდა შენი ცხოვრება. მთელი ცხოვრება შენი სიხარული მიხარია. შენი ტკივილი მტკივა. კარგი დედა, რა სულ სხვა რაღაცას გეუბნები მე? არა. ამას მეუბნები. შენ ვერ ხვდები რომ შენთვის მინდა. შენთვის. შენ არ გესმის რას ნიშნავს მიტოვებული ქალი. თავისთვის რომ გდია. გავა 20 წელი. და გაიგებ. ხო და 20 წლის მერე ვილაპარაკოთ მაშინ. ესე იგი გავჩვიდე. კარგი დედა, რა გეხვეწები რა. აწი საერთოდ აღარ მოვიღებ ხმას. დედა ისევ გავაბრაზე. უბრალოდ მეგონა რომ გამაბრაზა და ბოლოს მაინც ისე გამოვიდა რომ მე გავაბრაზე. შოთა კვარაცხელიას პორტრეტი საინტერესო გამოდის. მის მოცეკვავებს მაზოხისტურად უყვართ. თან ეშინიათ და თან შესწიცინებენ. შოთას რომ ეძახდნენ, სულ ჩემი მეზობელი შოთა მახსენდებოდა, რომელიც აუზზე არ მოვიდა. მე კი ვერ მივხვდი ამით რისი თქმა უნდა. რომ არ აინტერესებს ჩემთან ერთად ყოფნა, თუ დაავიწყდა მოსვლა. თუ მეთამაშება და თავს იფასებს. არც ერთი მაწყობს, არც მეორე და მით უმეტეს არც მესამე. მელანა როგორ ხარ? კარგად, თქვენ? მეც კარგად. ეგ სახურავი მე მგონი ძალიან ძველია და ფრთხილად არ ჩაგიტყდეს, ხო? არა, ამაზე ვზივარ ხოლმე და არ ტყდება. ხო, მაგრამ ისეთი ძველია, არავინ იცის როდის ჩატყდება და შეიძლება ზუსტად მაგ დროს შენ აღმოჩნდე მან.
კარგად, მელანა. კარგად. მადლობა, ბობო. თქვენი სახელი და გვარი თუ შეიძლება. მარინა სახოკია. დაბადების წელი? 1979. თარეიც გითხარით თუ შეიძლება. 10 ივნისი. რაიმე საეჭვო ხუმარ შეგიმჩნევიათ? ან იქნებ ვინმე მეზობელმა თქვა რამე? არა. არაფერი. თავისუფალი ვარ? თავისუფალი ბრძანდებით. ნახვამდის. მიდი ლადო. რა მდგომარეობაა? ნორმალური გადარჩა. დაკითხეს ახლა. დამკითხეს. პაციენტის მდგომარეობა, ტრავმის სიმძიმე. აინტერესებთ ალბათ, მოკლა უნდოდა თუ არა. ახლა ლადოს დაკითხავენ და ჩემზე ხო უთხარი რომ იგივე მაქვს სათქმელი რაც კი, უთხარი. რამე საეჭვო ხუმარ შეგიმჩნევიათ? იქნებ ვინმე მეზობელმა თქვა რამე? ან რომ გახვედით, გაიქეცით, სად გაიქეცით? ხო, სად გაიქეცით? გამარჯობა. ჯაჯექი. აბასაით. ბაკის ბარ. კარგი. ხვედი შეიკარიოთ, კარგი. ჩემი შვილია ხელს ხوار შეგიშლის? არა. იცი მარტო ვერ ვტოვებ ხოლმე და ამიტომ თან დამყავს. ძალიან მაგარია. ო, ისე ზოგს უკვერს, ზოგი ბრაზდება, ზოგი შოქშია. აი მე და საბუკა კიდე მათ რეაქციებს ვაკვირდებით. არა საბ. მაგრამ ხალისობთ. ხო. ცე შენ ვინ გამოგიშვა ამ შუაღამეს მარბა? მე დიდი ვარ. ვა, მართლა? რამდენი წლის ხარ? 15-ის. ო. აი, ახლა ნუ მათქვე. ხო იცი ჩვენ ორ-ორი დიპლომი რო გვაქვს. დედასთან და ბაბუსთან მივდივარ. დედმამამ ხო იციან რა თავარი? იცი. მაშინ კარგი. დამელოდებით ხა? კარგი. აი ბებას უცემ რაღაცას და ჩამოვა. კარგი. ჩანთას გიტოვებთ.
გეძინებადე. რა ხდება? შემოდი სახლში. მელანო ამ შუაღამეს აქ რა გინდა? ფული მოგიტანეთ. რა ფული ბაბო? ველოსიპედის ფული. მე ჯერ არ ვიცი მაინც გადავალბოდა. აი, ხედავ, ხო რასაც უნდა იმას აკეთებს. ფულიც ავსე, კონვერტით დადის ღამე. უპატრონობა მეტი კი არაფერი. მამა შენ მეცის რო აქ ხარ. დარწმუნებული ვარ არ იცის. ტაქსით მოვედი და მელოდება ქვევით. რატომ არ გინდა ველოსიპედი? არ ვიცი ჯერ გადავალბა, თან მინდა რომ ჩემი ფულით ვიყიდო. აქ იყოს და მე გასწავლით არებას. არა, არ მინდა. მამაშენ მოდაგარეკა, ხო? არა, არ დაურიგები ვარ მამა ჩემს. გურამ ჩადე მიეცი ტაქსის ბრძოლს ფული დარჩეს ეს აქ. არა, არ გაათ. მელანი მიდიხარ, მელანი. კარგად, ტაქსი მოვდება. აი, ეს არის განუკითხავობა. იცოდე, მოიფიქრე რამე, სანამ მეც ჩემ შულთან არ წავსულ ვარ. წავედით? წავედით. Are you sleeping, Brother John, Brother John? Morning bells are ringing, morning bells are ringing, ding ding dong, ding ding dong. Are you sleeping, are you sleeping, Brother John, Brother John? Morning bells are ringing, morning bells are ringing, ding ding dong, ding ding dong. Are you sleeping?